გიხსნით ახლა მესამე სახლი როგორ შეიძლება მუშაობდეს, რას ნიშნავს უბრალოდ აი ამ სახლს რო უყურებთ. ყველა სხვადასხვა ნიშნით ეწყება. აი თქვენ დააკვირდებით, ვინც ახლა ახალ დამწყები ხართ, მესამე სახლი ჯერ უნდა აგიხსნათ სიმბოლურად რას ნიშნავს. რას განაგებს ჩვენთან, ხო? მესამე სახლი არის შესაბამისი მერკურთან, გონების მმართველ პლანეტასთან. ანუ ფაქტიურად იგივე ენერგიას ატარებს მესამე სახლი, რასაც გონების კომუნიკაციის მმართველი პლანეტა. ახლა ეს არის უშუალოდ სფერო. აი მერკური თუ ზოგადად არის ინტელექტი, ინფორმაციის გადამუშავების ხარისხი, ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები, ხო? მესამე სახლი არის პირდაპირ სფერო. რომელი ნიშნით იწყება მესამე სახლი? აქ უკვე შეგვიძლია ვნახოთ რა დამოკიდებულება გვაქვს პირველი ინფორმაციის მიმართ. მაგრამ მესამე სახლი ეს არის როგორი უნარები გვაქვს კომუნიკაციის, ინფორმაციის გადაცემის, მაგალითად, რამდენად საერთოდ კონტაქტები, გარშემო ხალხი არის ჩვენთან. ძალიან მნიშვნელოვანი არის მესამე სახლი თუ გვაქვს აქტიური, ჩვენ bez ჩვენ თვითონ ვმართავთ. ან ვიღაცა სხვა მართავს, იქ უკვე უყურებთ მესამე სახლი რომელ სახლთან არის კავშირში. ეს არის ამავე დროს ბავშვობის პერიოდი. ანუ როცა ცოტა სუბუქად უყურებდით ცხოვრებას ის პერიოდი, როცა ყავით ცნობის მოყვარეები, სულ რაღაცას სწავლობთ, ხო? მესამე სახლის ზონაში ჩვენ ვართ სკოლის პერიოდში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასრულ ასაკში მესამე სახლი არ მუშაობს. მესამე სახლი ეს არის დაძმა, მეზობლები, ნათესავები და უახლოესი გარემოცვა. აი ეს რაც სახლს შეეხება, პირდაპირ სფერო. გადაადგილებები, ტრანსპორტი, მანქანა, ქვეყანაში შიგნით მოძრაობა მესამე სახლი არის. ისე პროფესიებში ზოგჯერ არის ან ინტელექტუალი ადამიანი, თუ არის კარგად დატვირთული, ინფორმაციას რო ვაწვდით საზოგადოებას, მაგალითად ჟურნალისტიკა. მესამე სახლი არის ცოტა სიმსუბუქე, ზედაპირული მიდგომა, თუ არის მესამე სახლი დატვირთული, ის უფრო მსუბუქია, უფრო მეტი ჰაერი აქვს. ცოტა ზედაპირული შეიძლება იყოს, ცოტა მხიარული, იუმორი კონდეს დიდი. ინფორმაციისკენ მიდრეკილება, იმასაც მოусვენ, იმასაც საცხოა, ბევრი რამ მაინტერესებს. ესე იგი, მე შინაგან ცოტა მსუბუქი ადამიანი ვარ. მაგრამ თუ არის მძიმე პლანეტები, მაგალითად პლუტონი, მაგალითად სატურნი, მესამე სახლში, ეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ჯერ პირველი რომ დაძმასთან არის დაკავშირებული ცოტა სირთულეები, სატურნი ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ნათესავებთან არ მაქვს მაინც კონტაქტი, მხოლოდ ოფიციალური ან საჭირო კონტაქტები მაქვს. შეიძლება იყოს ჩაკეტილი ადამიანი, შეიძლება უჭირდეს თავის ხელში კონდეს რაღაც პროცესები.